გადავშალოთ ბიბლია. პირველი მეფეთას მე-17 თავი. კითხულობთ მე-40 მუხლიდან. მე-11 მუხლის ჩათვლით. დაიღო ხელში თავისი კომბალი და გამოარჩია 5 რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. და შურდულით ხელში გავიდა ფილისტიმელთან. და გამოვიდა ფილისტიმელიც. და წავიდა დავითისაკენ. წინ ფარის მტვირთველი მიუძღოდა. და დაინახა ფილისტიმელმა დავითი და სასაცილოდ აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო. იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც. და უთხრა ფილისტიმელმა დავითს, ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან. და დაწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით. და უთხრა ფილისტიმელმა დავითს, ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს მივცე შენი გვამი. და უთხრა დავითმა ფილისტიმელს, შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან. მე კი ცაბაოთ უფლის ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხავი. დღეს ჩაგაგდებს უფალი ჩემს ხელში და დაგამარცხებ და თავს მოგაცლი. ფილისტიმელთა ბანაკის გვამებს კი ცის ფრინველ და მიწის მხეცებს მივცემ დღეს და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ყავს ისრაელს ღმერთი. და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზია ომი და ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს. როცა აღიმართა ფილისტიმელი და მოახლოვდა დავითთან შესახვედრად, ისწრაფა დავითმა და გაიქცა მწყობრისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად. და ჩაყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა. სტყორცნა შურდული და შიგ შუბში მოარტყა ფილისტიმელს. შემდეგ წერია, პირქვე დაემხო ფილისტიმელი და ძლია დავითმა ფილისტიმელს შურდული და ქვით დაამარცხა
ფილისტიმელი და მოკლა იგი და მახვილი არ ჭერია დავითს ხელში. და მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს და აიღო მისი მახვილი ქარქაშიდან, იშიშვლა და מחვილით მოშრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი და გაიქცნენ. ეს არის სოფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს ნათელი და შენი ნების გაცხადება. შენი სულიწმიდის მადლით შეგვეწია და დაგვეხმარე, რათა ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას შენს სიტყვაში. გაგვაგონე შენი ხმა. მოგვანიჭე რწმენა ქრისტეს მიმართ. დაგვიმკვიდრე ამ რწმენით. საუკუნო ცხოვრება, ცათასასუფეველი, მოგვეცი გაბედულება ვაუწყოთ ეს რწმენა სამყაროს. იესო ქრისტეს მიერ გევედრებით. ამინ. რამ გაიყვანა დავითი გოლიათის წინააღმდეგ? რამ გახადა დავითი ასეთი გაბედული სიკვდილის მანქანის წინააღმდეგ, რომელიც იყო გოლიათი? რამ გახადა დავითი ძლიერი და უნარიანი დაემარცხებინა დაუმარცხებელი სახელად გოლიათი? რამ გაიყვანა იგი ბრძოლის ველზე? რამ დაამარცხებინა? რამ გახადა ის გაბედული, უნარიანი და შემძლე? რწმენამ გახადა დავითი ძლიერი, რწმენამ გახადა დავითი გაბედული, რწმენამ გახადა დავითი გამარჯვებული. არის ერთი ძალიან კარგი წიგნი. 3 ავტორისა. ეს ავტორები ძალიან ცნობილები არიან. ისინი გახლავთ ძველი აღთქმის სპეციალისტები. სამწუხაროდ არც ერთი მათგანი ცოცხალი არ არის. ესენი არის ლასორი, მეორე ეს არის ჰაბარდი და მესამე ბუში. აი ამ სამმა ავტორმა დაწერა წიგნი სახელწოდებით ძველი აღთქმის მიმოხილვა. ძველი აღთქმის გზავნილი ფორმა და ისტორიული კონტექსტი. აი ეს სახელწოდება აქვს ამ წიგნს. სამივე ლასორი, ჰაბარდი და ბუში იყვნენ პროფესორები ახალი აღთქმისა, უпростоრად ძველი აღთქმისა. სამივე. ერთი სიტყვით ისინი გახლავთ სპეციალისტები. ძველი აღთქმის წიგნების და არც თუ ისე ცოტა არის ძველ აღთქმაში. წიგნების რაოდენობა. გაცილებით მეტი ვიდრე ახალ აღთქმაში. შემახსენეთ, კანონიკურ ძველ აღთქმაში არის 39 დიახ და კანონიკურ ახალ აღთქმაში 27. ლასორი, ჰაბარდი და ბუში, აი მათი სახელებია თუ გნებავთ, ეს გვარებია. მათი სახელებია უილიამ ლასორი, დავით ჰაბარდი და ფრედერიკ ბუში. 3 ძალიან მსხვილი სპეციალისტი ძველი აღთქმისა. ერთობლივად მათ დაწერეს ეს წიგნი. ძველი აღთქმის მიმოხილვა. აი, რას წერენ ისინი ამ წიგნში? ეს წიგნი შედგება 51 თავისგან და მე-17 თავში სახელწოდებით მონარქიის დაბადება.
აი ამ წიგნის მე-17 თავი ასეთი სახელწოდებით არის ცნობილი, მონარქიის დაბადება. ავტორები წერენ, რომ აი მე-17 თავში აღწერილი ამბავი, ისტორია უნდა იყოს ცალკე მყოფი, არსებული ტექსტი, რომელიც რედაქტორმა, რომელმაც შეადგინა მთლიანად პირველი მეფეთას წიგნი, ჩასვა. ანუ მოაქცია იქ, ჩააქსოვა. დავითის მიერ გოლიათის გამარჯვება ავტორების თანახმად იყო მოარული ხალხში ძალიან ცნობილი ამბავი. ძალიან ცნობილი ამბავი. და სწორედ ამ ამბავმა გაუთქვა სახელი დავითს, მომავალ მეფეს. ანუ ეს ამბავი დამოუკიდებლად, ვიდრე ეს წიგნი საერთოდ შეიქმნებოდა პირველი მეფეთას, უკვე არსებობდა. ცნობილი იყო. და იყო, ასე ვთქვათ, მიმოსვლაში. ხოლო შემდეგ აი ამ წიგნში იყო შეტანილი. აგრეთვე ავტორები ამბობენ ზემორე ხსენებულ წიგნში, რომ ჩვენ წინაში არის ბრძოლის ეგრეთ წოდებული წარმომადგენლობითი ბრძოლის ნიმუში. რას ნიშნავს წარმომადგენლობითი ბრძოლა? ორი ჯარი, ორი ქვეყნის, ორი ხალხის დაპირისპირებული მხარის არმია ირჩევდა მებრძოლს, რომლებიც ერკინებოდნენ ერთმანეთს და ვინც გაიმარჯვებდა, ვინც დაამარცხებდა მეტოქეს, ეს გამარჯვება ხდებოდა მთელი ხალხის, მთელი არმიის, მთელი ჯარის გამარჯვება. ამას ეწოდება წარმომადგენლობითი. ანუ არა ყველა მეომარი, მთელი ჯარი, არმია ებრძვის საპირისპირო არმიას, ჯარს, მეომრებს, არამედ ირჩევენ წარმომადგენლებს, ყველაზე ძლიერებს, ყველაზე გამოცდილებს, ვისი იმედიც აქვთ და მათი გამარჯვება ხდება მთელი ჯარის, მთელი ხალხის, მთელი სამეფოს გამარჯვება. ჩვენ წინაშე სწორედ ასეთი ბრძოლის ნიმუში. ვინ გაგახსენდათ? რომელი ლიტერატურული ძეგლი გაგახსენდათ, სადაც აგრეთვე მოთხრობილი არის ორთაბრძოლები? ჰომეროსის ილიადა, ჰექტორი და აიაქსი, დიდი აიაქსი. ისინი შეეჯახდნენ, შეერკინენ ერთმანეთს, ცნობილი ტროას ომი. გაგახსენდა თუ არა? პარისი, მენელაოსი, პარისმა მოსტაცა დედოფალი, სპარტის მეფეს. წარმოგიდგენიათ, ვის მოსტაცა? სპარტის მეფეს. და წაიყვანა თავის სამეფოში, თავის სახლში, ტროაში. ჰომეროსი აგრეთვე აღწერს პარისისა და მენელაოსის ორთაბრძოლას. და ქრონოლოგიურად, როგორც ამბობენ, ძალიან ემთხვევა იმ დროს, როდესაც ეს ჩვენ მიერ წაკითხული ორთაბრძოლა მოხდა. ანუ იმის თქმა სურს, რომ შეიძლება დღეს ეს ძალიან გასაკვირი ასეთი ბრძოლა არ ხდება. ასეთი ორთაბრძოლები ერთი ერთზე. მაგრამ იმ დროში ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვეულებრივი მოვლენა.
წარმოვიდგინოთ ერთი წუთით ეს გოლიათი და შემდეგ წარმოვიდგინოთ დავითი. აქ წერია ამ თავში, რომ მისი სიმაღლე იყო, ჩვენს ტექსტში წერია, რამდენი წყრთა და მტკაველი, რო გადმოვიტანოთ ჩვენს ერთეულებში. დაახლოებით 3 მეტრო სიმაღლე. დაახლოებით. იმიტომ რომ წყრთა ზოგ წყაროში არის 46-38 სანტიმეტრი, ზოგ წყაროში 49-50 სანტიმეტრამდე აღნიშნული. აი რომ გადავამრავლოთ ის საზომი ერთეულები, რაც ტექსტშია მოცემული და გადმოვიყვანოთ ჩვენ საზომ ერთეულებზე, დაახლოებით 2 მეტრო და 80 ან 3 მეტრო სიმაღლე. ხოლო ჯავშანი, რომელიც მას ემოსა, დაახლოებით 60 კილოგრამი. ეს იყო, როგორც ამასთან მე და მამა საუბრობდით დავითისა და გოლიათის ორთაბრძოლაზე და იმდროინდელი ტანკი იყო. მართლა ტანკი. თავზე მუზარადი, მთლიანად შემოსილი სპილენძით, მოსიარულე ტანკი. 3 მეტრო სიმაღლის. დაუმარცხებელი. ქონდა ხმალი, ქონდა შუბი, ქონდა ფარი, ანუ არსაიდან არ შეიძლებოდა მისი დაზიანება, გამოცდილი მეომარი. ეხლა ორთაბრძოლის მეორე მხარე ვინ არის? მწყემსი, ახალგაზრდა, სიმპათიური, ლამაზი შესახედავი, როგორც აქ წერია, წითური ებრაელი ახალგაზრდა, სახელად დავითი, რომელსაც სიცოცხლეში არ უომია. ანუ გამოუცდელი, ყოველგვარი საბრძოლო შეიარაღების გარეშე. მინდა გითხრათ, რომ აი ამ ისტორიის, ამ ამბავის შესახებ საუბრობენ ეკლესიის მამებიც. და ისეთი სახელგანთქმული და ისეთი ცნობილი, როგორებიცაა წმინდა იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, წმინდა ამბროსი მედიოლანელი, წმინდა კვიპრიანე კართაგენელიც და ნეტარი თეოდორიტე კვირელი. მაგრამ ყველაზე უფრო ბევრს ლაპარაკობს დავრცლად წმინდა იოანე ოქროპირი. ანუ ეს ძალიან ცნობილი ამბავია. იქიდან დავიწყოთ ჯერ, რაც ვთქვით, რომ დამოუკიდებლად ამ წიგნისა უკვე არსებობდა ღვთის ერში ეს ამბავი და გადაეცემოდა თაობიდან თაობაში. სწორედ ამ გამარჯვებამ მოუპოვა დავითს სახელი და ეს გახდა დასაწყისი. დასაწყისი სრულიად ახალი მმართველის, ახალი მონარქის, ღვთისაგან უკვე ცხებული ადამიანის მსახურებისა, ბრძოლებისა, ღვაწლისა. მოდით უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც ჩვენ თქვით დასაწყისში. რამ გახადა დავითი ასეთი გაბედული? რამ გამოიყვანა ის ბრძოლის ველზე? რამ გაამარჯვებინა მას დაუმარცხებელზე? რწმენა. რანაირი რწმენა ჩანს აქ ჩვენს ბიბლიურ მოთხრობაში? რეალურ ისტორიაში. ეს არ არის არც გამოგონილი ამბავი, როგორც სხვა ნაწარმოებში შეიძლება ჩვენ შევხვდეს, რაღაცა ლამაზი, დიდებული, ორთაბრძოლა, მოგონილი პიროვნებებისა და ასე შემდეგ. ჩვენ წავიკითხეთ რეალურად ისტორიაში მომხდარი ამბავი.
და აი ეს ამბავი გახდა ღვთის სიტყვის ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენ გველაპარაკება ამ სიტყვით. აი ეს არის მნიშვნელოვანი. დავითს სწორედ რწმენამ შეაძლებინა დაემარცხებინა გოლიათი თავის ცხოვრებაში. დღეს მინდა რომ თქვენი ყურადღება მიაქციოთ ამ რწმენის სულ მცირე სამგვარ გამოხატულებას. მიაქციოთ ყურადღება აი ამ სამგვარ გამოხატულებას. პირველი. ეს ამბავი გვეუბნება და გვაუწყებს, რომ დავითმა თავისი რწმენა გამოაჩინა კრიზისულ მდგომარეობაში. მეორე, დავითმა თავისი რწმენა გამოაჩინა არასტანდარტულ პირობებში. და მესამე, დავითმა თავისი რწმენა გამოაჩინა ღვთის ერთან დაკავშირებული. ანუ სამი რამ, რაც შეიძლება ჩვენ ამოვიკითხოთ ტექსტიდან, აი ამ ამბავიდან, რომელიც არის შეგახსენებთ ღვთის სიტყვის ნაწილი. მთელი წერილი ღვთივსულიერია, გვასწავლის წმინდა პავლე მოციქული. და მოცემულია ჩვენთვის დასარიგებლად, დასამოძღვრად, სამხილებლად და ასე შემდეგ. ჩვენ ხედავთ დავითის რწმენას, საოცარ რწმენას დავითისა, რომელიც შეაძლებინებს მას დაამარცხოს დაუმარცხებელი გოლიათი. რაც შეეხება კრიზისს, წმინდა იოანე ოქროპირი შესანიშნავად განმარტავს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ყველანაირი ადამიანური საშუალება აღმოჩნდა უიმედო, ღმერთმა გამოაჩინა თავისი შემწეობა. შეგახსენებთ, როდის შეერკინა დავითი გოლიათს? 40 დღის განმავლობაში გამოდიოდა ეს მოძრავი სიკვდილის მანქანა და დილით წყევლი და საღამოს წყევლი და ღვთის ერს ვერავინ ვერ აჩერებდა, ისრაელიანებს ვერავინ ვერ გამოჰყავდა, არავინ არ იყო მისი სწორი, ბადალი, მთელი ერი იყო პარალიზებული და ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მუდამ. არსაიდან უკვე აღარ იყო შველა. დავითი რომ არა, ალბათ ასე გაგრძელდებოდა კიდევ. წარმოგიდგენთ, რამხელა სირცხვილი იყო. იქიდან გაჰყვიროდნენ. გამოგვიყვანეთ ერთი. ჩვენ ხო გამოგიყვანეთ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, წარმომადგენლობითი შეტაკება, ბრძოლა. გამოგვიყვანეთ. ვერავინ ვერ გამოვიდა. საული ვერ გამოვიდა. საული არ იყო დაბალი ადამიანი სიმაღლით, ძალიან მაღალი იყო, მაგრამ გოლიათის ტოლი არ იყო. ვერავინ ვერ გამოიყვანეს. ეკლესიის მამა შესანიშნავად აკეთებს ამ დაკვირვებას და ამბობს, რომ აი, როდესაც ყველანაირი იმედი გადაწურული იყო, როდესაც დადგა აბსოლუტური კრიზისი, როდესაც ყველა ადამიანური ძალა, ადამიანური შესაძლებლობა იყო ამოწურული, მაშინ მოავლინა ღმერთმა თავისი შეწევნა. მაშინ გამოჩნდა დავითის რწმენა. რწმენა სწორედ ასე მუშაობს, აქ ვლინდება, ასეთ პირობებში ვლინდება, კრიზისულ მდგომარეობაში ვლინდება. რწმენა არის ერთგვარი დაზღვევა. დაზღვევა როდის მუშაობს? დაზღვევა იწყებს მოქმედებას და მუშაობას, როდესაც დგება დაზღვევის პირობები. კრიტიკული მომენტი. აი რწმენა მაშინ იჩენს თავს. მინდა გითხრათ, რომ რწმენის აი ამ თითეული გამოვლენის შესახებ საუბრისას ჩვენ წინ უნდა დავისახოთ მთავარი მიზანი. აღმოვაჩინოთ იესო ქრისტე ამ ამბავში და ჩვენი ხსნა ქრისტეში. თუ ჩვენ ამ ამბავში ქრისტეს ვერ დავინახავთ, ანუ სახარებას ვერ აღმოვაჩენთ, ჩათვალეთ, რომ ჩვენ წავიკითხეთ ეს ამბავი, გავარჩიეთ ეს ამბავი, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენს მცირე დროში, მაგრამ თავარი გაუშვით ხელიდან. წმინდა პავლე მოციქული ასე ლაპარაკობს, რომ ძველი აღთქმის კითხვისას თუ ქრისტეს ვერ დავინახავთ, საბურველი გვადებს გულზე. როგორც კი ქრისტეს დავინახავთ, საბურველი გვცილდება გულიდან.
ანუ თუ ჩვენ ამ ისტორიაში ქრისტეს ვერ დავინახავთ, ჩათვალეთ, რომ ჩვენ აი მთავარი მიზანდასახულობით ვერ წავიკითხეთ და ვერ დავინახეთ ამ ტექსტის მნიშვნელობა. ქრისტემ რა თქვა აღდგომის შემდეგ, რომ მთელი წერილი ლაპარაკობს მასზე. ესეც ხომ წერილია. და აქ საერთოდ კაფიოთ იკითხება ქრისტე და ჩვენი გადარჩენა მასში. დაუბრუნდეთ, რწმენა როდის გამოჩნდა დავითისა? როდესაც ამოიწურა ადამიანური რესურსები, როცა დადგა კრიზისი, როცა შველა არსაიდან იყო. მაშინ გამოავლინა ღმერთმა რწმენა. წმინდა იონე ოქროპირი სვამ შეკითხვას, რატო აკეთებს ღმერთი ასეო? რატო აკეთებს ღმერთი ასეო? და თავადვე პასუხობს. ის ამბობს, რომ ღმერთი იქცევა ასე, აკეთებს ასე, იმისათვის, რომ არავინ არ მიიწეროს დიდება და მთელი დიდება იყოს ღმერთის. იმიტომ რომ თუ ადამიანს შეუძლია, თუნდაც ოდნავ, მაშინ დიდების რაღაცა ნაწილი მას რჩება. მაგრამ როცა ადამიანი იტყვის, რომ მე საერთოდ აღარ შემიძლია, მაშინ მთელი დიდება არის ღმერთის. ოქროპირი მოიხმობს წმინდა პავლეს სიტყვებს, რომლებიც ჩაწერილია მეორე კორინთელთა ეპისტოლეში, პირველი თავის მე-9 მუხლში, სადაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ განაჩენი გამოუტანეთ ჩვენს თავს. აღარ ვაპირებდით უკვე სიცოცხლეს, უკვე ვიცოდით, რომ მოკვდებოდით და სწორედ ამ დროს გვიშველა ღმერთმა, რომელიც აღადგენს მკვდრებს. რა არის გოლიათი ჩვენს ცხოვრებაში? შეიძლება გოლიათი ბევრი რამ იყოს ჩვენს ცხოვრებაში. სხვადასხვა შეიძლება ერთისთვის ერთი ამბავი გოლიათი იყოს, მეორესთვის არ იყოს გოლიათი. რა გვაშინებს? რა გვაყენებს ტკივილს? გოლიათი შეიძლება ბევრი რამ იყოს ჩვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობაც, ეს შეიძლება იყოს ფინანსური სიდუხჭირე, ეს შეიძლება იყოს გაფუჭებული ურთიერთობები, ეს შეიძლება იყოს მიუტევებლობა, ეს შეიძლება იყოს უამრავი რამ. უამრავი. თქვენ თავად შეგიძლიათ შეადგინოთ ჩამონათვალი. აი, უპასუხეთ ამ შეკითხვაზე, რა არის გოლიათი თქვენს ცხოვრებაში? ყველა ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება ეს გოლიათი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში. რა არის თქვენს ცხოვრებაში გოლიათი? დავითს გააჩნდა რწმენა და ამ რწმენამ გადააწყვეტია მას გამოსულიყო მის წინააღმდეგ. როგორც ამბობს ნეტარი ავგუსტინე, დავითი შეიმოსა ღვთის საჭურველით, არა და ტექსტში ჩანს, რომ ის არანაირი საჭურველით არ შეიმოსა. რას გულისხმობდა ავგუსტინე? ნეტარი ავგუსტინე გულისხმობდა, რომ დავითი შეიმოსა სულ სხვა საჭურველით. არა 60 კილოგრამიანი სპილენძით, არა მუზარადით თავზე, არა იცით რომ დავითს מחვილიც არ ქონია ხელში, საერთოდ, არ ჩუბი, არც ფარი, არაფერი არ ქონდა მას ხელში. მაგრამ ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ შეიმოსა სრული საჭურველითო. მას სულ სხვა იარაღი გააჩნდა, ის იყო შემოსილი რწმენით. თქვენ იცით წმინდა პავლე მოციქული, ნეტარი ავგუსტინე ახსენებს წმინდა პავლე მოციქულის სწავლებას ეფესელთა წერილში მე-6 თავში ღვთის სრული საჭურველის შესახებ. შეიძლება გარედან ქრისტიანი არ გამოიყურებოდეს როგორც მეომარი, მაგრამ სულიერად მას ჰქონდეს ფარიც, მახვილიც, მუზარადიც, ჯავშანიც და ასე შემდეგ. შემოსილი იყოს, მაგრამ გარედან ჩანდეს არავითარი შემოსვა არ არის. ზუსტად ასე იყო დავითი. გარედან მას არანაირი შემოსილობა არ ეტყობოდა ღვთიური საჭურველის, მაგრამ სულიერად დავითი იყო შემოსილი, ის არ იყო შემოსილი. ის საერთოდ მოწყვლადი იყო დავითისთვის. ადამიანურად არ იყო ადამიანურად მოწყვლადი, ანუ სუს მდგომარეობაში იყო დავითი. მაშასე გოლიათი შეიძლება უამრავი რამ იყოს ჩვენ ცხოვრებაში, დამეთახმით, უამრავი რამ. მაგრამ ბიბლია სამ რამეს ახსენებს როგორც ჩვენს მტერს.
აი კონკრეტულად. გოლიათი ვინ იყო დავითისთვის და ღვთისერისთვის? მტერი. მტერი, რომელიც გამოვიდა მათ მიწაზე. ფილისტიმელების წარმომადგენელი. ფილისტიმელები არ ასვენებდნენ ისრაელიანებს. უმწარებდნენ ცხოვრებას. გოლიათმა კიდევ საერთოდ მათი ცხოვრება უფრო გაამწარა. ომის მდგომარეობა 40 დღის განმავლობაში ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებს და გამოჩნდა ბავშვი, დავითი. ბიბლია სამ რამეზე ლაპარაკობს კონკრეტულად, რომ ეს არის მტერი. პირველი ეს არის ეშმაკი, მეორე ეს არის ცოდვა და მესამე ეს არის წუთისოფელი, ქვეყნიერება. არაერთ გზის. ახლა არ დავხარჯავ ჩვენ დროს იმ ნაწყვეტების წაკითხვით, სადაც ამის შესახებ ძალიან ნათლად წერია. ეშმაკი, ქვეყნიერება, ანუ ცოდვილი წუთისოფელი, უღმერთო წუთისოფელი და ცოდვა. მინდა გითხრათ, რომ ეკლესიის მამები სწორედ ასე განმარტავენ გოლიათს. ასე განმარტავენ როგორც ეშმაკს. ჩვენ შეიძლება მივახციოთ ჩვენი საწადელი, ანუ დავინახოთ ამ ტექსტში ქრისტე ან ანალოგიით, ან ალეგორიზაციით. მინდა გითხრათ, რომ მაგალითად წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ლაპარაკობს. დავითმა ქვა მოარტყა გოლიათს თავშიო. ეს ქვა ქრისტე არისო. და თავში მოარტყაო. ანუ როდესაც თავი ეცემაო, მასთან ერთად ყველა დემონი და ბოროტი სულიო. ახლა კი მინდა შეხედოთ. როდის მოკვდა ქრისტე ჯვარზე? შევხედოთ ანალოგიის წესით. ჩვენ თქვით, რომ პირველი გამოვლინება დავითის რწმენისა როდის მოხდა, როდესაც ადამიანებმა საკუთარი ძალა ამოწურეს. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, რომ პირველ წერილში კორინთელთა მიმართ პირველ თავში, როდესაც ქვეყნიერებამ სამყარომ ვერ შეიცნო ღმერთი მის სიბრძნეში, ღმერთმა მაშინ გადაწყვიტა ადამიანის გადარჩენა თავისი სიბრძნით. ხედავთ, როდის მოხდა? როდის გამოვიდა დავითი გოლიათის წინააღმდეგ? რატო არის საჭირო ამ ტექსტში დავინახოთ ქრისტე, რომ ჩვენი გულები უფრო მეტად განეწყოს ქრისტეს მიმართ, უფრო მეტად შევიყვაროთ ის, უფრო მეტად ვიყოთ გატაცებული ქრისტეთი, შესაბამისად უფრო მეტად გავიზარდოთ სიწმინდეში და უფრო მეტად გავიმარჯვოთ ამ გოლიათზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქნება ეს ეშმაკი, იქნება ეს ჩვენი ხორცი, თუ იქნება ეს ქვეყნიერება. მოდით ნუ განვიხილავთ ამ გოლიათს უბრალოდ რაღაც ცხოვრებისეულ პრობლემას. იქ ეს პრობლემა შედის, მაგრამ არ დავიყვანოთ ქრისტე და სახარება ცხოვრებისეულ პრობლემაზე მხოლოდ. გოლიათი უფრო მეტია ვიდრე პრობლემა. ადამიანის პრობლემა თავარი არის ის, რომ ის განუდგა ღმერთს და რომ ის დაღუპულია ან დაიღუპება და მას სჭირდება ხსნა. ეს არის მთავარი პრობლემა, ეს არის მთავარი გოლიათი. როდის გამოვიდა ასპარეზზე, როდის მოევლინა ღმერთი წუთისოფელს, როდესაც ადამიანი უძლური იყო. ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის გადარჩენა. გეკითხებით, შეეძლო ისრაელს გადარჩენა გოლიათისგან? არ შეეძლო. შეუძლია ადამიანს საკუთარი თავი გადაირჩინოს ამ მტრისაგან, რომელიც მომდგარა ჩვენ სახლთან, ჩვენ სკარებთან და დილით საღამოთ გვწყევლის. ასე წერია, რომ ისო წყევლიდაო თავისი ღმერთების სახელითო. ფილისტიმელებს რა ღმერთები, რა ცრუ ღმერთები ჰქონდა? ყავდა. ჰქონდა, როგორც კერპები, როგორც გამოსახულებები. დაგონი იყო მათი ყველაზე ცნობილი მთავარი ცრუ ღმერთი. ბაალ ზებული, ბაალის ერთ-ერთი ნაირსახეობა. კიდევ იყო ქალღმერთები, ასტარტები. აი მათ სახელებს ახსენებდა და ისრაელიანებს ესმოდათ ეს ყველაფერი. მაგრამ მოდით დავინახოთ აქ სახარება ჩვენი გადარჩენისა, სახარება იესო ქრისტეს. როცა ამოიწურა ადამიანი უძლურია, მას არ შეუძლია
ამ დროს ღმერთი გვაძლევს რწმენას, რომ ჩავეჭიდოთ ქრისტეს, რომელიც ამარცხებს გოლიათს ჩვენთვის და რომელშიც თუ ჩვენ მასში დავრჩებით, ვიქნებით გამარჯვებულები ამ გოლიათს. მეორე, დავითის რწმენა გამოვლინდა არა მარტო კრიზისში, არამედ გამოვლინდა არასტანდარტულ პირობებში. რას ნიშნავს არასტანდარტული პირობები? აი რას ნიშნავს? მოусმინეთ ნეტარ თეოდორიტე კვირელს. თეოდორიტე კვირელი ამბობს პირდაპირ ასაკს გვეუბნება. 15-16 წლის იქნებოდა დავითიო. ეს იყო აბსოლუტურად არასტანდარტული, არაშესაბამისი პირობები. ორთაბრძოლაში რო გამოდიან დღესაც. ხო არის იქ წონის კატეგორია. არ შეიძლება ერთი წონის კატეგორია ებრძოლოს მეორე წონის კატეგორიას. შეხედეთ, ყველანაირი კატეგორია აქ დარღვეულია. 3 მეტრო სიმაღლე. წონა რამდენი იქნებოდა? პლუს 60 კილოგრამი ჯავშანი, პლუს მახვილი, პლუს შუბი, პლუს ფარი. თავი მუზარადი ყველანაირად შენიღბული, გამოცდილი მებრძოლი. კაცი. მეორე მხარეს ვინ არის? 15, 16, ზოგ წყაროში წერია 17 წლის. თეოდორიტე კვირელი სასწauლებრივად აკეთებს ანგარიშს მათემატიკურს. ის ამბობს, რომ დავითი მეფობდა 40 წელი. გარდაიცვალა 70 წლის. აკლებს ამას. შემდეგ საული გამეფდა და ანგარიშით მიდის იქამდე, რომ უნდა ყოფილიყო 15-16 წლის. როგორ გაბედა? როგორ გაბედა 16 წლის ბიჭმა? როგორ გაბედა, გეკითხები 16 წლის ბიჭმა, 15 წლის ბიჭმა, როგორ გაბედა ამხელა ტანკის სიკვდილის მანქანის წინააღმდეგ გამოსვლა? სად მოიპოვა მან ეს რწმენა? სად ივარჯიშა? ერთი მხრივ აი ეს აზვირთებული ესე რკინების გროვა და მეორე მხრივ დავითი. იცით ხო, ამ ისტორია, ამ თავში ჩვენ არ წავიკითხეთ. საული აცმევს თავის საბრძოლო შესამოსელს. გაივლის და ამბობს არ შემიძლია მე ამაში ბრძოლაო. ესე იგი, არანაირი აბჯარი, არანაირი მუზარადი, ხმალი არა, გამოუცდელი, წემსი, ახალგაზრდა, არასტანდარტული პირობებია. რაზე მიუთითებს ეს? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი იმედი, ჩვენი რწმენა ცხენზე, ძალაზე, ადამიანზე არ უნდა იყოს დამყარებული. ნახეთ, როგორ პასუხობს დავითი გოლიათს. შენ მოდიხარო, შენი ღმერთების სახელით. მაგრამ მე მოვდივარ ჩემი ღმერთის სახელით. შენო მოდიხარო შუბითო, ხმლითო და ფარითო გამოდიხარ ჩემთან 45 მუხლი. მე კი ცაბაოთ უფლის სახელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ და ამიტომ არ მეშინიო. საოცარი რწმენა. საოცარი რწმენა. აი ქრისტეს რწმენა ასეთი რწმენა. ეჭიდები მას. დიდი მტრის წინააღმდეგ. ზოგი ამბობს სატანა ცოდვა ქვეყნიერება ეს არაფერია. როგორ არ არის ფერი? როგორ არ არის ფერი? მას აქვს ძალა. მას აქვს ზეგავლენა. ქრისტემ თავად თქვა ის ძლიერიაო, მაგრამ უძლიერესი როდესაც მოვაო და დაამარცხებს ძლიერსო. გახსოვთ ხო ქრისტეს იგავი? ქრისტემ თქვა პირდაპირ ის ძლიერი არისო. ის ძლიერია იმისათვის, რომ დაღუპოს ჩვენი სულები, ის ძლიერია იმისათვის, რომ შეგვაცდინოს, ის ძლიერია იმისათვის, რომ მოგვატყუოს, ის ძლიერია, რომ გაგვიტყუოს, ის ძლიერია სხვადასხვა სტუნებისთვის, მაგრამ არის მასზე ძლიერი. ახლა კი შეხედეთ, როგორ იმარჯვებს დავითი მასზე. ქვის საშუალებით. აი არასტანდარტულია, ყველაფერში არასტანდარტულია. ქვა. თავზე რა ეფარაო, რა წერია ტექსტში? დიდი მუზარადიო. როცა მე და მამა საუბრობდით ამაზე, მითხრა, რომ
ფიზიკა ჩამირთო მომენტალურად. მითხრა, აქ არის მიზეზი არის, რომ მამაჩემ მითხრა, მხოლოდ და მხოლოდ კინეტიკური ენერგიაო. კინეტიკური ენერგია. აბა გავიხსენოთ სკოლიდან. ფორმულით როგორ არის კინეტიკური ენერგიის ფორმულა? E-უდრის ოვანეს ხوار გახსოვს კინეტიკური ენერგიის ფორმულა. კინეტიკური ენერგია რაზე არის დამოკიდებული? რა ქმნის კინეტიკურ ენერგიას? აი, გწოდნია. mv²-ნახევარი. მასა და სიჩქარე. ანუ წარმოვიდგინეთ პატარა ქვა, რიყის ქვა, დინარის ქვა. ესე იგი, ის რომ შუბში ჩაერჭო, საჭირო იყო არანორმალური სიჩქარე. ენერგია მიეცა ამ ქვას სიჩქარის გამო და მიზანი უნდა ყოფილიყო, ორი რამ, სიჩქარე და მიზანი. სიჩქარე რო ყოფილიყო და აცთენოდა, არა და ერთხელ გაისროლა ქვა. ერთხელ. გეკითხებით, გააპო თუ არა მუზარადი, გააპო. მკვლევარები ამბობენ, რომ არ მომკვდარა, ანუ დარეტიანდაო და დავარდა, იმიტომ მივარდა დავითია, რომ მომენტალურად მისი ხმლით თავი მოეჭრაო. მაგრამ წარმოგიდგენიათ, გამოვიდა, გაიცინა, ძაღლი ხომ არ ვარ მე შენიო, გამოიქცა მისკენ, ალბათ იფიქრა, რომ კოღოსავით გავჭყლეტო. დავითიც გაიქცა მისი მიმართულებით და ისეთი სიჩქარით გაუშვა ეს სიმძიმე, მასა, ქვა, რომ პირდაპირ მიზანში მოხვდა გოლიათს თავში, გააპო მუზარადი. ვერაფერმა ვერ უშველა, ვერაფერმა ვერ უშველა. ვერაფერმა ვერ უშველა. როგორ გაიმარჯვა ქრისტემ გოლიათზე? უძლურებით, არასტანდარტულად. მაშინაც კი, როდესაც პეტრეს ბაგეებით ეუბნებოდა იყავი, შენდამი მოწყალეო, ხედავთ, აცთუნებდა მას, რომ ჯვარზე არ წასულიყო. შეხედეთ, როდესაც ჯვარზე ეკიდა, რა იყო მისი უკანასკნელი საცდური? ეუბნებოდნენ, ჩამოდი ჯვრიდან და გვაჩვენე, რომ ხარ ღვთისძეო, არა და ის, რომ ჩამოსულიყო ჯვრიდან, ვერ გაიმარჯვებდა. უძლურებით გაიმარჯვა. სიკვდილით გაიმარჯვა. ანუ როგორც ეკლესიის მამები ასწავლიან, ეშმაკს გამოსტაცა მისი იარაღი სიკვდილი და სიკვდილით მოჭრა მას თავი. დავითი მივარდა გოლიათს, მისი მახვილი აიღო და მისი מחვილით გადაუჭრა თავი. ასე ვთქვათ, როგორც კოლასალთა წერილში წერია მეორე თავში, მან განაიარაღა ბოროტი ძალები და როგორ განაიარაღა? იქ წერია მეორე თავში, ჯვრით იზეიმა მასზე. რა იყო ჯვარი? ჯვარი ეს არის არასტანდარტული, წარმოგიდგენიათ, ღმერთი ჯვარზე. არც ერთ რელიგიაში ასეთი რამ არ არის. ღმერთი მოდის და ხდება უძლური ადამიანი, ცოდვის გარეშე, ჯვარზე და სწორედ ჯვარზე პოვებს გამარჯვებას გოლიათზე. ეს საოცარია. ასე წერია, ჩვენ ვიკურნებით მისი მეფური ძალაუფლებით. თუ რითი? მისი წყლულებით, მისი ჭრილობებით, ანუ მისი სისუსტეებით. იესო ქრისტეს სისუსტე ჩემი განკურნება, იესო ქრისტეს სისხლი ჩემი ცხონება, იესო ქრისტეს სიკვდილი ჩემი სიცოცხლეა. იესო ქრისტეს წყლულები ჩემი სხეულის განკურნება, იესო ქრისტეს სიღარიბე ჩემი გამდიდრება. სისუსტე. ქრისტეს სუსხვა იარაღი დაუპირისპირდა გოლიათს. თუ ჩვენ ვიმყოფებით მასში, ჩვენც გვაქვს ძლევა გოლიათზე. და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი, რწმენა, რომელიც გამოვლინდა დავითის კრიზისში, ანუ იმ პირობებში, როცა ადამიანური რესურსები ამოწურული იყო მთლიანად, მეორე, არასტანდარტულად და მესამე, მიაქციეთ ყურადღება, როდის ასე ვთქვათ, აღენთო მისი რწმენა. რა თქვა მან? თუ ჩვენ ამ თავს დაკვირვებით წავიკითხავთ, დავითმა გამოთქვა პრეტენზია, როგორ ბედავს ეს წინა დაუცვეთელი ფილისტიმელი, როგორ ბედავს დაწყევლოს ღვთის რაზმები. და თავისი თავი მოიაზრა ამ რაზმის წევრად, თუმცა სულ სხვა ადგილას იყო და მწყემსავდა თავისი მამის იესეს ცხვრებს. რას ნიშნავს ეს?
ეს იმას ნიშნავს, რომ დავითი არ განიხილავდა საკუთარ თავს მოწყვეტილად ღვთის ერისგან. მეტიც, ნეტარი თეოდორიტე კვირიელი შესანიშნავად აღნიშნავს, ჩვენ 51 მუხთან გავჩერდით, მაგრამ 52 მუხში შესანიშნავი რამ წერია. და რომ არა კვირიელი არ ვიცი, შევძლებდით კი არა აი ამ ჭეშმარიტების დანახვას, რომ დავითის გამარჯვების შემდეგ მთელი ხალხი ისრაელიანები ყიჟინით დაედევნა ფილისტიმელებს. და პრაქტიკულად ყველა გარბოდა. კვირიელი ამბობს, ეს არის ჩვენთვის ანალოგია. ქრისტემ გაიმარჯვა, მაგრამ ჩვენ მისი გამარჯვებით ვსარგებლობთ და მივსდებთ მტერს. ანუ ისრაელიანებმა რამე გააკეთეს გოლიათის დასამარცხებლად? არაფერი. 52 მუხლი რას ამბობს? დაედევნენ. ისინი გარბოდნენ, ესენი მისდევდნენ. რა თქვა იესომ? ახლა თქვენ გაძლევთ ძალაუფლებას მორიელებზე, გველებზე და ვერაფერი ვერ გავნებთ თქვენ. ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნით. რატომ? თქვენ ხართ რაღაცა ძლიერები და გაიმარჯვე და არიქა დიდი ღვთისმოსაობის მქონე ადამიანები ხართ? არა, იმიტომ რომ დავითმა დაამარცხა გოლიათი. 51 მუხლი გვეუბნება დავითმა დაამარცხა გოლიათი. 52 მუხლი ამბობს, რომ როგორც კი დაინახეს, რომ დავითმა გოლიათი დაამარცხა, ყიჟინით ყველა წამოვიდა, როგორც გამარჯვებულები. დავითმა გაიმარჯვა, მაგრამ გამარჯვება იყო ვისი? მთელი ერის. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ დავითი იყო ნაწილი ამ ერისა. როცა თქვენ სახში ლოცულობთ თუ არა მამაო ჩვენოს? ლოცულობთ? რამდენი თქვენგანი ლოცულობთ მამაო ჩვენოს სახში? ანუ ეკლესიაში რო ლოცულობთ და სახში? კარგით. როდესაც სახში მამაო ჩვენოს ლოცულობთ, ასე ლოცულობთ მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათაშინა. მაინც ჩვენოს ხო ამბობთ? მაგრამ თქვენ ხო მარტო ლოცულობთ, თქვენ გარშემო ხო არავინ არა? ხო ამბობთ ჩვენოს. ჩვენოს გამართლებულია ლოგიკურად, როცა ერთად ავართ, მაგრამ მარტო რო რჩებით, ხო მაინც ჩვენოს ამბობთ. რატომ? იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ეკლესიაში იქნებით, ანუ რეალურად თუ ცალკე თქვენ თავს განიხილავთ ეკლესიის ნაწილად, ამიტომ ჩვენო. იმიტომ რომ ღმერთი მარტო შენი მამა არა, ჩემი მამაცა. ირმა ხშირად მეუბნებოდა, იცოდე ჩემი მამა ღმერთიაო. მეთქარი, ირმა ერთი წუთი, შენი მამა ღმერთი თუ არის, ჩემი მამა არ არის იგივე ღმერთი? ანუ იცოდე არ გამაბრაზო, თორე ჩემი მამა ღმერთიაო. ჩემი მამაც ღმერთია მეთქი, მეც დამიცავს მეთქი. აი ეს მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ჩანს ამ ტექსტში. პირველი, სად ჩანს, როცა დავითი ერკინება გოლიათს. გოლიათმა პირადად დავითი შეურაცხო? გეკითხებით. პირადად. არა. არ შეურაცხო დავითო, მე გწეული შენო, არა. პირადად მას ქონია მასთან კონფლიქტი. ხშირად ჩვენ როგორ ვიქცევით? ჩემი საქმე არ მეხება. ერთი წუთი თუ ეკლესიას ეხება? მე რა ეკლესიას ეხებოდეს, თავარია მე არ მეხებოდეს. რას ნიშნავს? შენ ეკლესიის ნაწილი არ ხარ? შენ ეკლესიაში არ ხარ? როგორ მიჯნავ შენს თავს ეკლესიიდან? ანუ შენი რწმენით გამოყოფ შენ თავს. აი სექტანტური რწმენის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი სწორედ ეს არის. როდესაც ადამიანი თავისი რწმენის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს და ამბობს, მე მაქვს რწმენა. თავარია მე მქონდეს რწმენა. ეს არის გადაჭარბებული, რადიკალური ინდივიდუალიზმი. ღმერთი ყოველთვის ჩვენ გაგვიხილავს როგორც ეკლესიაში, მთლიანობაში. კი, ის პირადად ჩვენ თითოეულს გვაძლევს ხონებას, ინდივიდუალურად, პერსონალურად, მაგრამ განგვიხილავს საერთო ხსნაში, მთლიანად თავის ერში. გახსოვთ ხო ერთი მაგალითი? ნეტარი ავგუსტინე ყვება ერთ მოქადაგეზე, ასეთ ამბავს. მithქვამს, არაერთგზის და ჩვენს აი ამ თემასთან ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ძალიან დაკავშირებულია. მოკლედ, ძალიან ცნობილი კაცი იყო ერთ ქალაქში და დაესწრო ღვთისმსახურებას. ეს არის ქრისტიანობის პირველი საუკუნეები. ავგუსტინე ცხოვრობდა მე-4-მე-5 საუკუნეებში, 354 წელს დაიბადა და 430 წელს გარდაიცვალა და ის ყვება
სხვა მოქადაგეს. და ეს ცნობილი ადამიანი ალბათ მოხიბლული ქადაგებით იმ მოქადაგისა, რომელზეც ყვება ნეტარი ავგუსტინე, ამბობს რომ შუამსახურებაში მე გავხდი ქრისტიანი, მე ვაღიარებ ქრისტეს სახელს. და მოქადაგე რას ეუბნება, ის კი არ ეუბნება მოულოცეთ, ალილუია, დიდება ღმერთო, არა. ის პირდაპირ ეუბნება, შენ გახდი თუ არა, მორწმუნე კვირას დავინახავ. ანუ დავინახავ შენს ეკლესიაში თუ გამოჩდებიო, გაბრაზდა და თქვა რა, რწმენას კედლები ქმნისო? ანუ ეკლესიაში თუ არ გამოჩდი რა, მორწმუნე აღარა ვარო? მოქადაგემ უთხრა, ხო, აღარა ხარო, გამოჩდება, შენი ტესტი იქნება ეკლესიაში იქნები თუ არა. გაბრაზდა შუამსახურებაზე და წავიდა მიატოვა. მართლაც დღესაც ისმის ეს არგუმენტი. რა, ყველა ვინც დადის ეკლესიაში, კარგი კაცია, კარგი ქალია? პასუხი არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი და მორწმუნე ყოველთვის ირჩევს ეკლესიას და ეკლესიურ ცხოვრებას. ნახეთ, მოქადაგემ პირდაპირ მიზანში გაარტყა. მე გავხდი მორწმუნე. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი იცი, რამდენს კითხულობ, მორწმუნე ხარ თუ არა, გამოჩდება კვირასო. რა ეკლესია მხდის მე მორწმუნესო. შემდეგ ინანა იმ კაცმა და დაბრუნდა და გახდა ნამდვილი მორწმუნე. აი შეხედეთ რა წერია იუდას წერილში. ჩვენი რწმენის ერთიანობაზე სხვა მორწმუნეებთან. ჩვენ ზოგჯერ გონია რომ ჩვენ გვაქვს რწმენა, ეს ჩვენია რწმენა და ეს რწმენა არავისთან არ არის კავშირში. საყვარელო ძალიან მოწადინებული ვიყავით, ეს ერთი თავია მთლიანად იუდას მოციქულის წერილი მესამე მუხში წერია. საყვარელო ძალიან მოწადინებული ვიყავი, მომეწერა თქვენთვის ჩვენ საერთო რაზე ხსნაზე, საჭიროდ შავთვალე მომეწერა თქვენთვის შეგონება რომ იღვწოდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმინდანებს გადაეცა. რწმენა არ არის მოწყვეტილი. რწმენა არ არის შენი რწმენა, რწმენა არის ჩვენი. ეფესალთა წერილში წერია, რომ ეკლესია იზრდება, ვიდრე არ მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას, რწმენა ჩვენ გვაერთიანებს. მოწყვეტილად რწმენა არ არსებობს. კიდევ ერთი მოწმობა, რომ ძალიან ნათლად დავინახოთ, რომ რწმენა არ არის მხოლოდ ერთის საკუთრება ან და პრივილეგია. ეს სექტანტური გაგებაა რწმენისა. ჩვენ გჯერა, მე მწამს და მარტო მე და სხვას არავის. მეორე ტიმოთეს პირველი თავის მეხუთე მუხში წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ვიხსენებ შენს წფელ რას, რწმენას, რომელიც უწინ, სად იყო? დამკვიდრებული იყო დიდედა შენ. მესამე თაობა ლოიში და დედა შენ ევნიკეში და მწამს რომ იგი შენშიც არის. ეს რას ნიშნავს, ვერ გავიგე. ბებია, დედა, მე თვითონ, იმიტომ რომ რწმენა არის გამაერთიანებელი. რწმენა არა გვაქვს ჩვენ მოწყვეტილად სხვა მორწმუნეებისგან. ჩვენ საერთო რწმენა გვაქვს და იუდა მოციქული ამბობს, რომ რწმენა, რომელიც გადაეცა მორწმუნებს, რომელიც გადმოგვეცა ჩვენ. რწმენა იცით რას გავს? ხო არის ერთი ასეთი სპორტის სახეობა, სირბილი კი არა, ესტაფეტას რო გადასცემენ ერთმანეთს. ანუ მირბის ხელში უჭირავ სპეციალური ნივთი, ჯოხი თუ როგორ? და შემდეგ რომ მიაღწევს თავის თანაგუნდელს გადასცემს და ის გადის გვერდზე. მერე ის აგრძელებს. აი ეკლესიური ცხოვრება რწმენისა ამგვარია. აი ჩვენ უკვე მერამდენე ვართ, მერამდენე უკვე 21 საუკუნე მოვიდა და გონიათ პირველ საუკუნემდე მამები, აბრაამი, ისააკი, იაკობი, წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩემი რწმენა ქრისტესადმი ეს არის გაგრძელება ჩემი მამა-პაპის რწმენისო. ეს არის გაგრძელება, იმიტომ რომ ქრისტე დაპირებული იყო ჯერ აბრაამისთვის. აბრაამამდე ჯერ კიდევ ედემის ბაღში დაპირდა ის პირველ ადამიანებს, რომ დედაკაცის თესლი მოვაო. და რწმენით მიიღეს ეს სიტყვა. წარმოგიდგენიათ საუკუნეები, 1000 წლეულები და ჩვენ ვართ ერთი მთლიანი. უბრალოდ ზოგიერთები გადავიდნენ მდინარის მეორე ნაპირას იმყოფებიან, ანუ გარდაცვლილები არიან და ზოგიერთები ჯერ კიდევ აქ ვიმყოფებით.
ანუ ისინი იქ არიან, ჩვენ აქ, მაგრამ მთლიანობაში ვართ ერთნი. როგორც დიდროს ჟაკ ფატალისტში წერია, ცნობილი მისი მოთხრობა ჟაკ ფატალისტი და მისი ბატონი. როდესაც დაინახეს გარდაცვლილი ადამიანი და დასაფლავების ცერემონია, შესძახა. უბრალოდ ჩვენზე ადრე მივიდნენ, ჩვენზე ადრე წავიდნენ, დაგვასწრეს ჩვენ. ძმებო და დებო, მოდით კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი და ვთქვათ, შევაჯამოთ. დავითი გადის ბრძოლის ველზე და ამარცხებს გოლიათს. რწმენამ დავითი გახადა გაბედული, ბრძენი და გამარჯვებული. რწმენა დავითისა გამოვლინდა მაშინ, როდესაც ადამიანური წარმოდგენით უკვე იყო შეუძლებელი რაიმეს გაკეთება. დავითის რწმენა გამოვლინდა მაშინ და იმგვარად, როდესაც აბსოლუტურად არასათანადო პირობები იყო. სად გოლიათი და სად დავითი ადამიანური თვალსაზრისით. და მესამე, დავითი არ მოქმედებდა მარტო. დავითი არ მოქმედებდა ღვთისერისაგან განმარტოებით. მიაქციეთ ყურადღება 52 მოუხს. ხალხმა უყიჟინა დასცა და გაეკიდაო. დავით სხვა არ უთქვამს, ერთი წუთით თქვენ სად მირბიხართ? თქვენ დაამარცხეთ ის? ასეთი რამე თქვა დავითმა. თქვენ რატომ მირბიხართ? ვერ გავთითოთ თქვენ გაიმარჯვეთ. პირიქით, ეს იყო მიზანი დავითისა, რომ ყველას ეზეიმა გამარჯვება. ჩვენმა ზეციერმა დავითმა იესო ქრისტემ დაამარცხა გოლიათი. რათა ჩვენ დღეს დავცეთ ყიჟინა და მისი გამარჯვება გამოვიყენოთ ჩვენ ცხოვრებაში. და ამ გამარჯვებით დავამარცხოთ ჩვენი პირადი გოლიათები. და ამას გავაკეთებთ, თუ ღმერთი შეგვეწევა. ამინ. ვილოცეთ.